დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოზარდებისთვის პროექტი ჯადოსნური დღეები ამჯერად დირსის დასახლებასა და ქალაქ რუსთავში გაიმართა. პროექტი მოიცავდა მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიულ თამაშებს, რომლებშიც აფხაზეთიდან დევნილი 3-დან 12 წლის ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ. რუსთავში გამართულ ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ესწრებოდა, რომელსაც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა უმასპინძლა. მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა დევნილ ბავშვებს და ადგილზე გაეცნო პროექტის მიმდინარეობას. 10 ლოკაციაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ჩვენს დევნილ ბავშვებს მივეცით საშუალება სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებებით, გართობით, წინა საახალწლო გარემო და განწყობა შეგვექმნა და რა თქმა უნდა აფხაზეთის მთავრობა საომავლოდ გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით დღეს რუსთავში კომპაქტურად ჩასახლებულ ტერიტორიაზე არის ღონისძიება ძალიან საინტერესო ბავშვებისთვის, სადაც ბავშვები ძალიან კარგად ერთობიან. მე ძალიან მომეწონა ეს ღონისძიება, იყო ძალიან საინტერესო, ძალიან გავერთეთ, ექსპერიმენტები ჩაატარეს აზოტისგან, შემოქმნა წინა საახალწლო განწყობა და მინდა რომ ხშირად ჩატარდეს ასეთი ღონისძიებები. გიორგი ჯინჭარაძის დავალებით პროექტი ჯადოსნური დღეები აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ განხორციელდა. ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. იმყოფები დირში, სადაც ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის ეწყობა გასართობი პროგრამა. ეს არის პირადად ჩვენი მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის შესანიშნავი ინიციატივა. დაახლოებით 10 ლოკაციაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა ესეთი ღონისძიებები. ბავშვებს ეკუთვნით ყველაფერი ჯადოსნური. ამიტომ ეს ღონისძიება, რომელიც დაიგეგმა და რომელიც კიდევ გაგრძელდება წინა საახალწლო განწყობის შესაქმნელად დავგეგმეთ და მე ვფიქრობ, რომ ყველა აქტივობა რომელსაც დაგეგმავს საერთოდ ჩვენი სააგენტო მიმართული იქნება სწორედ იმისკენ, რომ ახალგაზრდებს, ბავშვებს შეუქმნათ განწყობა, ასევე ამამაგლოდ მათი ცნობიერება, მაგრამ ახლა ახალი წელია და რა თქმა უნდა უფრო მეტი აქცენტი კეთდება გართობაზე. წინა საახალწლოს იყო ძალიან მაგარი აქტივობები. ძალიან მომეწონა, ძალიან ბევრი თამაში იყო. საჩუქრებიც გვაჩუქეს. ძალიან კარგი ღონისძიება, კარგად გავერთეთ ბავშვები, ბევრი ფოტოები გადავიღეთ, ბევრი საჩუქრები დაარიგდა და მადლობა ორგანიზატორებს ამ დღის შექმნისთვის. პროექტი ჯადოსნური დღეები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ხონში, რუსთავში, ფოთში, სენაკსა და ქუთაისში მოეწყო. ძალიან ბევრი ბავშვია დღევანდელ დღეს გახარებული, ამისთვის დიდი მადლობა ჩვენს მთავრობას, დევნილთა სამინისტროს, იმისთვის რომ ასე ადრიანად გაგვახალისეს, გვაძლევენ სტიმულს რომ ბედნიერი ვიყოთ, ჩვენს ბავშვებს ახარებენ. მომეტონა. რა მოგეწონა? სახარება. მოხატვა. მოხატვა.